ამზად. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ მშობლისკირის პირდაპირ ჩართვას. ვინც პირველად შემოგვიერთდით, გეტყვით, რომ ეს არის გვერდი, პლატფორმა, რომელიც რომლის მიზანია მშობლების გაძლიერება, ინფორმაციის მიწოდების გზით, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვის განვითარებაზე, განათლებაზე და გართობაზე და ვთავაზობთ სხვადასხვა რეკომენდაციებს, თუ როგორ შეიძლება, რომ ბავშვს დავეხმაროთ თავის ზრდისა და განვითარების პროცესში, იმისათვის, რომ ეს ყველაფერი სასიამოვნო იყოს, როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვის. დღევანდელი ჩვენი თემაც ეხმიანება ბავშვის განვითარებას, უშუალოდ კომუნიკაციის ენისა და მეტყველების უნარების განვითარებას და უნარების ხელშეწყობას მშობლის მხრიდან და თუ უშუალოდ როგორ შეიძლება მშობელმა ხელი შეუწყოს სახლის პირობებში ბავშვის კომუნიკაციის ენისა და მეტყველების განვითარებას, ამაზე ჩვენი სტუმარი ისაუბროს ცოტა ხანში დეტალურად. მანამდე კი უშუალოდ ასევე ვახსენებ, რომ დღევანდელი ვებინარი ეძღვნება წიგნის პრეზენტაციას, რომელიც ეხმიანება ბავშვის კომუნიკაციისა და მეტყველების და ენობრივი უნარების განვითარებას. მეც აღარ ვისაუბრებ ზედმეტად, იმისათვის რომ მაქსიმალურად პრაქტიკული რეკომენდაციებზე გადავიდეთ პირდაპირ. ქალბატონო თინათი, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და დროის გამონახვისთვის. თუ შეიძლება რომ გაგვეცნოთ რამდენიმე სიტყვით და მე უკვე გადმოვალ კითხვით. მოგესალმებით, სოფო. მე ვარ თინათი გობაძე, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი. ასე ვარ პრაქტიკოსი, სპეციალური განათლების მასწავლებელი, ვმუშაობ სპეციალური საგანმანათლებლო საჭმლის მქონე მოსწავლეებთან სხვადასხვა უნარჩვევების განვითარებაზე. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონო თინათი, თქვენ ხართ ავტორი წიგნისა, რომლის პრეზენტაციასაც დღეს წარმოვადგენთ და აი ამ წიგნთან დაკავშირებით მინდა რომ დაგისვათ რამდენიმე კითხვა. პირველ რიგში რომ დავიწყოთ, საიდან გაჩნდა წიგნის დაწერის იდეა და რატომ ეს სათაური მაგალითად, ან რატომ მაინც და მაინც კომუნიკაციის ენისა და მეტყველების მიმართულება? აი ახლა ცოტათი ესე რა ვთქვათ წარსულში გადავინაცვლებ და აი ძალიან კარგი კითხვაა, მადლობა ამისთვის. მე ესე ვთქვათ მაგისტრატურა გავიარე თურქეთში სპეციალური განათლების მიმართულებით და იქ ასევე ვმუშაობდი ერთ-ერთ რეაბილიტაციის ცენტრში აუტისტური სპექტრისა და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ჯგუფში და იქ დავინახე რეალურად და აღმოაჩინე რამდენად ეფექტურად იყენებენ სპეციალისტები და მშობლები შემთხვევით სწავლების მეთოდებს და იქ მკაფიოდ ჩანდა ის მეთოდი, როგორ ეხმარება ბავშვებს, რომლებსაც სირთულეები აქვს სწავლაში და განვითარების შეფერხება, აი ეს შემთხვევით სწავლების მეთოდები. და მე შემდეგ დავიწყო კვლევა ეფექტურად, აი თუ არსებობდა თქვა სოფლის მასშტაბით რაღაც ესეთი ნაშრომები, პუბლიკაციები, სადაც ჩანდა აი ამ მეთოდის ეფექტურობა. და ასე რა თქმა უნდა, შემდეგ ქართული ლიტერატურით დავინტერესდი. ქართული ლიტერატურაში რამდენად იყო კიდევ ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ სულ მინდოდა აი წვლილი შემეტანა ქართული ლიტერატურის გამდიდრებაში, რომელიც შემდგომ დაეხმარებოდა მშობლებს და სპეციალისტებს, რომ აი ბავშვებთან მუშაობის დროს ესე ვთქვათ, ადვილი და მარტივი ყოფილიყო, რომ განევითარებინათ მათთვის ენამეტყველება კომუნიკაცია და აღმოჩნდა, რომ ქართულ ლიტერატურაში ეს მეთოდი ესე ჩაშლილად არ ჰქონდა და ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი დიდი მოტივაციის წყარო, რომ ესე რა ვთქვათ, ქართულ ლიტერატურაში ყოფილიყო ხელმისაწვდომი. და სწორედ ამის შემდგომ, როცა მოვიკე სამაგისტრო კვლევაზე გადავედი, ავირჩიე სწორედ ეს მეთოდი და აი ამ მეთოდის გამოყენებით ჩავატარე კვლევა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან და იქაც უკვე თავად უკვე მეც დავინახე პრაქტიკაში თუ რა შედეგებზე გავედი. ანუ უშუალოდ სოციალურ ნარჩვევებისა და ენამეტყველება კომუნიკაციის განვითარებაზე მუშაობდი და დავინახე წელსახად, რომ მუშაობს ეს მეთოდი. და ამის შემდეგ დავიწყე. ფაქტობრივად ეს არის სათაური პირდაპირ მეთოდოლოგიის სათაურია, ხო? მშობლები რომ უფრო მარტივად ეს და სწრაფად მივახვედროთ თუ რატომ ეს სათაური, ხო? ეს არის ფაქტობრივად ის მეთოდოლოგია, რითიც ვეხმარებით ბავშვს კომუნიკაციის ენისა და მეტყველების უნარების განვითარებაში, ამასთანავე სხვა უნარებზეც გადის, რა თქმა უნდა. აი დაწყებული რომ ამ გზით აპირებდით, რომ უფრო მეტი გეთქვა და ის ზუსტად ეს მინდა რა გთხოვოთ, რომ აი უშუალოდ მეთოდოლოგიაზე როგორ საუბრობთ, ზუსტად აი რას გულისხმობს ეს მეთოდოლოგია?
თავად მეთოდი გულისხმობს ბუნებრივ გარემოში მშობლებმა მოახერხონ ბავშვებთან კომუნიკაციის დამყარება. ანუ სწავლის შესაძლებლობები იქმნება და შემდეგ ჩვენ უკვე როგორც მშობლები ვეხმარებით ბავშვებს, რომ აი ჩვენთან კომუნიკაცია დაამყარონ, ენა და მეტყველება განევითარონ. ანუ ამ დროს აი ამ მეთოდის გამოყენების დროს წამყვანი არის ბავშვი, ანუ ის არის პრიორიტეტი. და ჩვენ ნაკლებად ვერევით მოკლედ. ანუ ხშირი ვთქვათ, როცა ბავშვებთან ვამყარებთ კომუნიკაციას, ამ დროს შეიძლება წამყვანი ვიყო მე როგორც რდასროლი, ხო? მაგრამ ამ მეთოდის გამოყენების დროს ბავშვი არის წამყვანი, მისი ინტერესების გათვალისწინება ხდება და ასე გავდივართ სასურველ შედეგზე. ამიტომ თქვენის ნებართვით სოფო მე გავაზიარებ პრეზენტაციას, რომ უფრო მეტად თვალსაჩინოებისთვის, უფრო მარტივად აღიქვან მშობლებმა და დააკვირდეთ თუნდაც როგორ შეიძლება პრაქტიკულად აი ამ მეთოდის სტრატეგიები გამოვიყენოთ და დავნერგოთ, ხო? იქ სადაც ვიმყოფებით ჩვენ შვილებთან ერთად. კი ბატონო, ქალბატონო თვითონ სანამ აზიარებთ, ესეთი პატარა კითხვა მაქვს. აი ამ მეთოდოლოგიის გამოყენებისთვის მშობელს სჭირდება რაიმე სახის ტრენინგის გავლა, ან გადამზადება თუ ან წიგნში ასე ვთქვათ აღწერილი ინსტრუქციასავით, ხო? სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ სახლის პირობებში განახორციელოს ესა თუ ის სტრატეგია. დიახ, აი ეგეც არის გათვლილი, რადგან მე ეს წიგნი რომ დავწერე, ფოკუსირდებოდი უფრო მშობლებს, რადგან მშობლებს ძალიან დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ ბუნებრივ გარემოში თავიანთ შვილებთან იმუშაონ და მოახდინონ კარგული ცოდნების გენერალიზება, ხო? და წიგნი არის ძალიან მარტივ ენაზე დაწერილი. ანუ ეს არ მოითხოვს რაიმე წინარე უნარებს, რომ მე შევძლო როგორც მკითხველმა, მშობელმა, გავიგო რას მეუბნება ავტორი, როგორ გამოვიყენო კონკრეტული მეთოდი და გარდა ამისა, მდიდარი არის წიგნი ილუსტრაციებით. ანუ მე ვხედავ კონკრეტულად თვალსაჩინოდ თუ როგორ შეიძლება პირობითად ბავშვთან დაამყარო კომუნიკაცია, როგორ შეიძლება შევთავაზო კონკრეტული სტრატეგია, რომელიც მეხმარება უკვე ხო ჯანსაღი კომუნიკაციის წარმართვაში. და ასევე ბევრი პრაქტიკული მაგალითია მოყვანილი თეორიული, ესე ვთქვათ, მასალის გარდა. ამიტომ ვფიქრობ მარტივია ყველა მშობლისთვის, უკავშირებიც მაქვს ძალიან დადებით და კარგი მშობლებისგან, რომ მარტივად აღიქვამენ აი ამ წიგნში გამოყენებულ სტრატეგიებს და ეს კიდევ უფრო მეტად სასიამოვნოა. დიდი ინტერესით მოგისმენთ მაშინ იმ სტრატეგიების შესახებ, რაც შეიძლება რომ ფაქტობრივად პრაქტიკაში ყოველდღიურ რუტინაში შეიძლება გამოიყენოს მშობელმა ბავშვთან მიმართებაში და არა მხოლოდ მშობელმა, ალბათ დაკავშირებულმა ნებისმიერმა პირმა, ეს სპეციალისტი იქნება თუ ოჯახის სხვა წევრები, კი ბატონო. კარგი, მე გავაზიარებ სოფო თქვენს ნებართვით ეკრანს და უკვე შევეცდები რომ თვალსაჩინოთ ჩვენ ძვირფას მაყურებელს ავხსნათ აი ამ კონკრეტულ სტრატეგიების შესახებ, ხო? კეთილი, ჩანს ხო რომ დამიდასტუროთ სოფო? კი ბატონო, ჩანს. კეთილი. მოგეთ დავიწყებ ჯერ იქიდან რომ როცა ჩვენ შემთხვევით სწავლების მეთოდს ვახსენეთ, აქ ნახეთ ორი გარემოება იქნება. პირველი ის რომ ანუ მე წინასწარ, ესე ვთქვათ, ვამზადებ გარემო, სადაც მე ბავშვთან ერთად ვიმყოფები და მეორე შემთხვევაში სრულიად სპონტანურად, აი თამაშის დროს მე უკვე ქმნის სწავლის შესაძლებლობებს. მოკლედ ეს აი ამ ორ გარემოებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ჩვენ რომ ეს სტრატეგიები გამოვიყენო, ის სტრატეგიები, რომელზეც მე ვისაუბრებ, გამოვიყენო იმაში რომ ბავშვებს განუვითარო ენამეტყველება კომუნიკაცია. ხა რა სტრატეგიებს ვსაუბრობ, ამაზე რა თქმა უნდა უფრო დეტალურად გესაუბრები, თუმცა მანამდე მინდა გითხრათ, საიდან მოდის ეს შემთხვევითი სწავლების მეთოდი, ხო? აი საბუზდები ჩაიყარა 1977 წლიდან და თვითონ ეს მეთოდი ემყარება ქცევის გამოყენებითი ანალიზის მიდგომას და აქ როგორც ვითხარით, წამყვანი არის ბავშვი და სწორედ ბავშვის მხრიდან წამოსულ ინიცირების ჩვენ უკვე ნახეთ გაფართოებას და მხარდაჭერას ვცდილობთ, ხო? და სწორედ ეს არის უკვე აქ მნიშვნელოვანი რომ ბავშვის მიერ ინიცირებული რაიმე ვთქვათ აქტივობა არის უფრო მეტად შედეგზე ორიენტირებული. ასევე შემთხვევით სწავლების სახეებზე გესაუბრეთ, აქ სულ მე მაქვს გამოყოფილი ამ წიგნში 8 სტრატეგია და მე მინდა ძალიან მოკლედ ამ 8 სტრატეგიის შესახებ გესაუბროთ, ხო? თუ რას გულისხმობს ეს მხარდაჭერა და შესაძლებლობების შექმნა. პირველი ის არის კომუნიკაციის დამყარების სურვილის გაჩენა. რას გულისხმობს? მაგალითად, მე როგორც მშობელი ვიმყოფებ ბავშვთან ერთად ბუნებრივ გარემოში, სახლში, მაგალითად, მისაღებ ოთახში და ალბათ ნახეთ აქ თავარი ესეთი რაღაცა გავთვალოთ, რომ გამომდინარე იქიდან რომ ეს მეთოდი
მეთოდი განკუთვნილია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის და ასევე შესაძლებელია სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან არ გამოვიყვანო და გამოვიყვანო იმ ბავშვებთან, რომლებსაც აქვთ მეტყველებასთან დაკავშირებული სირთულეები. ხო და ვთქვათ, აი რომელიმე განვითარების დარღვევა აღენიშნებათ. და თუ კი ბავშვი ახლად იწყებს მეტყველებას და ის ვერბალურად, სიტყვებით ვერ მესაუბრება და ვერ მეუბნება რა უნდა, პირობითად წყალი უნდა, სათამაშო უნდა, რომელიც თაროზეა განთავსებული და ვერ წვდება და ჩემთან შემოდის კომუნიკაციაში ჟესტებით და მიმიკებით. აი ხა ერთი პრაქტიკული მაგალითი რომ მოვიყვანო. პირობითად ბავშვს სურს წყალი, მაგრამ ის ცალკეულ სიტყვებით ვერ ამბობს, ხო წყალი მინდა, წყალი. არვენ ანუ რაღაცა ხმების გამოცემით მანიშნებს, რომ წყალი სურს. ამ დროს მე როგორც მშობელი, მაგრამ რა შეიძლება გავაკეთო, რომ მე სწავლის შესაძლებლობა შევქმნა. პირობითად ბავშვი მანიშნებს, რომ წყალი უნდა, მე ამ დროს ნახეთ მობილიზდები და უბრალოდ ეს სპონტანურად შევქმნის შესაძლებლობა და ვეკითხები, რა გინდა? წყალი გინდა? ის ნახეთ ან თავს მიიქნევს ხო, აი, რაღაც ჟესტები და მიმიკებით მანიშნებს, რომ წყალი უნდა, თუ კი ბავშვი ჯერ ვერ საუბრობს, ან უბრალოდ კი და არათი უბრალოდ მიდასტურებს, ხო? ანუ ეს არის უკვე კომუნიკაციის დამყარება ჩემთან და შემდეგ მე წყალს ვუსხამ და ვაწოდებ და ისე ვეუბნები, აიღე წყალი. ანუ მე მასთან ნახეთ ანუ როგორ დამყარე კომუნიკაცია. ასევე ის ცნება რაც მინდა რომ ანისწავლოს, ხო, წყალი პირობითად. ბევრჯერ გავიმეორე წინადადებაში. ანუ ხდება მოდელირება და გასიტყვება იმ ქმედების, რასაც მე ვაკეთებ, ხო? აი თითქოს არაფერი, მაგრამ რეალურად პროცესში რომ დავაკვირდეთ, ანალიზი გავაკეთოთ, ბევრჯერ განმეორდა სიტყვა, რომელიც მინდა რომ მანისწავლოს და შემდეგ ვაწოდებ სასურველს. ანუ ქალბატონო თიკო, მშობლების ენაზე რო აი ხმის ორი შვილის მშობელია და რო გადავთარგმნოთ, ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ბავშვს პირდაპირ მოთხოვნილი საჭიროება არ დავუკმაყოფილოთ, ეს გადავიყენოთ, რომ ჯერ გავასიტყვოთ, ხო, ანუ სიტყვებად წარმოვთქვათ და შემდეგ მივაწოდოთ, რაც მოგთხოვა, ხო? სწორედ. იახსოვო, გეთანხმებით, რა თქმა უნდა. ანუ პირდაპირ არ ვაკმაყოფილებთ მის მოთხოვნილებებს. მე თუ პირდაპირ მივაწოდებდი წყალს, ანუ ხელიდან გავუშვებდი შესაძლებლობას, რომ ესწავლებინა მისთვის, ხო, ეს პირობითად წყლის წარმოთქმა. ეს ერთ-ერთი პრაქტიკული მივაწოდოთ, თუმცა მანამდე სახელდებაც, ასე ვთქვათ, აღწერას ან კომენტირებაც გავაკეთოთ, ხო? კი ბატონო, მადლობა. შემდეგი აი ამ სტრატეგიებიდან არის არჩევანის შესაძლებლობის მიცემა. აქაც ანალოგიურად, თქვა თამაშის დროს, პირობითად როცა ბავშვს ვაცმევთ, ან კიდე სასეირნოდ ვართ სადმე გასული, ხო? ძალიან ბევრი შესაძლებლობა იქნება მას რაღაცა ავარჩევინო. ანუ აქაც ბავშვი თავს უპირატესად მიიჩნევს, ხო, ესე იგი მე მისი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასე მე უკვე ვქმნის შესაძლებლობა ჩემთან ჯანსაღი კომუნიკაცია დაამყუროს. მაგალითად, თუ კი ვთამაშობ თოჯინებით, ბურთებით, ხო? ბავშვთან ერთად სახლის პირობებში. აქ მას შეიძლება შევთავაზო თოჯინა გინდა თუ ბურთი, რომელიც სათამაშოთი ვითამაშოთ. თავად ბავშვი ირჩევს, ხო, პირობითად ბურთი. ბურთი გინდა? კარგი, მოდი ვითამაშოთ ბურთით. ანუ მე როგორც მშობელი ვახმოვანებ თითოეულ ქმედებას და ამით ბავშვს ვაწოდებ, ხო, სიგნალს ვაძლევ, რომ ეს არის ბურთი პირობითად, რომ ბურთი აირჩიოს. ანუ ამით ბავშვის, ესე ვთქვათ, ლექსიკა ნელა-ნელა მდიდრდება, ასევე ვარ მოდელი, რომ პირობითად მოითხოვს არა ჟესტებით და მიმიკებით, ხო, რომ ბურთი უნდა ან თითი დადოს, არამედ თქვას, რომ ბურთი. თან აქ უჩვენ შედეგს და შეკითხვებით აუვსვათ, მაგალითად, რა გინდა? მან თქვას ბურთი, ან რა ირჩიე ბურთით თამაში გინდა? მოკლედ, მრავალგვარად და ბევრჯერ ვიმეორებ სიტყვებს, რაც მინდა რომ ვასწავლო. თუ ამ შემთხვევაში ჩემი მიზანია რომ ბურთი ისწავლოს, ხო, ბურთის წარმოთქმა. ანუ ამ დროს წინადადებებში ბურთს გავიმეორებ მრავალჯერადად, რომ ეს ბავშვმა მარტივად დაისწავლოს. ან ჩაცმის დროს. იახსოვო? კი ბატონო, ან ქალბატონო თინათინ დავამატებ აქვე, რომ ანუ თქვენ ამ შემთხვევაში მეტყველებაში გულისხმობ, რომ მეტყველების ნებისმიერი ფორმა, ხო, ეს პირის აპარატით იქნება წარმოთქმული თუ ბარათების გამოყენების საშუალო თუ ნებისმიერი აგმენტური და ალტერნატიული კომუნიკაციის ფორმა, ხო, არ აქვს მნიშვნელობა. თავარია, რომ ბავშვმა იმ საკომუნიკაციო ფორმით გამოხატოს, ხო, სიტყვა, მაგალითად, თვითონ სიტყვას წარმოთქვამს თუ ბარათს აჩვენებს თუ მაგალითად მოწყობილობას დამხმარე საკომუნიკაციო საშუალების მოწყობილობაზე დააჭერს ხელს და ის გაახმოვანებს, ხო, მეტყველების წარმოქმნილი მოწყობილობა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ხო, როგორც თავარია, რომ ბავშვმა პრაქტიკაში სიტყვის, ასე ვთქვათ, ენობრივი შინაარსი იცოდეს და გამოყენება შეძლოს. იახსოვ, გეთანხმებით, რა თქმა უნდა, ანუ ესე ვთქვათ, მეტყველების ალტერნატიული საშუალების შეგვიძლია გამოვიყენოთ თავისუფლად, მით უმეტეს ჩვენ თუ ამას ვიყენებთ ბავშვებთან, რომელსაც ენას აი დარღვევები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან ვიყენებთ, ან კიდე სხვა რაიმე დარღვევის მქონე ბავშვებთან, რა თქმა უნდა, აქ რთულია ხომ ან წარმოთქვას ეს სიტყვა. ამიტომ ჩვენ ხო კომუნიკაციის ფორმად განვიხილავთ სხვადასხვა საშუალებას. შეიძლება თვალითი კონტაქტიც ის არის კომუნიკაციის დამყარების საშუალება, ხო? აი მაგაზეც შემდეგ სტრატეგიაზე ვისაუბრებ აუცილებლად, რომ მე კომუნიკაციის დამყარების საშუალება ჩემი ძლია მივიჩნიო ჟესტებით მინიშნება თვალითი კონტაქტი
მარტივ პირობითად თუ როგორც თქვენ აღნიშნეთ, აი ბარათებზე მანიშნოს თუნდაც ხო, რომ პირობითად ესორს, ხო? მოგეთ აი მრავალი მხრივ თავარია რომ აი ჩვენ შორის ეს შედგეს კომუნიკაცია, ხო? თორე რა ფორმით ამას უკვე არ ვაქცევთ ყურადღებას. რომ აი ბავშვი მშვიდად იყოს ამ პროცესში და არ იყოს ეს პროცესი მისთვის რთული, დამღლელი და ესე ვთქვათ, თულად ძალიან საინტერესოა. ნუ აქვე აღნიშნა დავამატებ, რომ არჩევანის შესაძლებლობის მიცემა არა მარტო კომუნიკაციის და მეტყველების უნარებს, არამედ სხვა მაგალითად შემეცნებითი უნარების განვითარებასაც უწყობს ხელს, ხო? კი ბატონო, კომპლექსურად შეგვიძლია მოკეთ განვიხილოთ და გამოვიყენოთ აი ეს კონკრეტული სტრატეგია. ძალიან კარგი სტრატეგია, ნამდვილად. კი ბატონო, მე ძალიან მიყვარს და პროცესში აქტიურად ვიყენებ. და აი ძალიან მოკლე ესეთი შემიძლია შემოგთავაზოთ ვიდეო. ანუ ვაფერადებთ ერთად მე და ლივი და აი გვაქვს მე მას ვთავაზობ გაფერადების პროცესში რომ აირჩიოს რომელი ფანქარი უნდა ყვითელი თუ მწვანე, ხო? და ბავშვი თავად ირჩევს რომ მას უნდა ყვითელი ფანქარი, შემდეგ ხალისით აგრძელებს გაფერადებას, ხო? ეს ერთ-ერთი მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ. შემდეგი გვაქვს დახმარების მოთხოვნილების გარემოების შექმნა და ეს გულისხმობს ბავშვის საყვარელი სათამაშოს ნივთის მიუწვდომელ ადგილას განთავსება. შეიძლება თაროზე განათავსოთ პირობითად, გამჭვირვალე ყუთში ჩავდო და თავით დავახუროთ ისე რომ ბავშვმა ვერ გახსნას. ანუ მე ბავშვის საყვარელ ნივთებს ვათავსებ ისე რომ მას შეუქმნა შესაძლებლობა ჩემთან კომუნიკაცია დაამყაროს, ხო? პირობითად ძალიან უყვარს ბავშვს, აი თქვათ მიკი მაუსი, აი ეს რომელიმე სხვა თოჯინა და ჩვენ თამაშის დრო გვაქვს, ხო? ამ დროს ბავშვმა უნდა რომ აიღოს სათამაშო, რომ დაიწყოს თამაში, მაგრამ ვერ წვდება. ოღონდ ახეთ აქ რა არის თავარი? მე მასთან ერთად უნდა ვიყო, ხო? მე არ უნდა ვაკეთებდი ამ დროს სხვა საქმეს, ეს არის წამყვანი აი ამ მეთოდის გამოყენების დროს. მე თუ სხვა საქმით ვარ დაკავებული, უნებრივია ბავშვი ჩემთან ვერ შემოვა კომუნიკაციაში, ხო? მით უმეტეს თუ ჯერ პირობითად ვერ წარმოთქვამს სიტყვებს და ვერბალურად ჩემთან ვერ ამყარებს კომუნიკაციას. ამიტომ ახეთ როგორც სურათზე ნაჩვენებ, მე მასთან ვარ. აი თუნდაც ველოდები მის მზერას, მიმიკას, ხო არ ველოდები მის სიტყვებს. და ალბათ მანიშნებს რომ აი უნდა პირობითად სათამაშო. ამ დროს მე უკვე ნახეთ შევდივარ კომუნიკაციაში. რა გინდა? მიკი მაუსი გინდა? ხადის ან თავს დამიქნევს, ან პირობითად შეიძლება წარმოთქვა სხვადასხვა სახით შეიძლება შემოვიდეს კომუნიკაციაში. კარგი, ახლა მოგაწოდებ მიკი მაუს. ანუ ვახმოვანებ ისევ მე აი ეს სიტყვებით, ხო, ვერბალიზებას ვახდენ და შემდეგ ავიღებ სათამაშოს და მივცემ. და აქაც ვიტყვი, აიღე მიკი მაუსი. ნახეთ რამდენიმე გავიმეორო პირობითად ეს ერთი კონკრეტული სიტყვა. ხო, ანუ ეცნებების დასწავლა ხდება ამ დროს, ხო? და შემდგომ ბავშვთან ერთად პირობითად გავაგრძელებ თამას, ან თავად გააგრძელებს თამას. კი ბატონო, კონტინენტი პატარა ტექნიკური ასე გთხოვნა, გვაქვს მაყურებლები, მსმენელები გთხოვენ, რომ ეკრანი რო სლაიდ შოუზე ასე ვთქვათ, მთლიან ეკრანზე გავშალოთ, თუ შეიძლება პრეზენტაცია, რომ უფრო ხშირი იყოს. აი, გონი გავაზიარე. კი ბატონო. მადლობა დიდი, გავაგრძელოთ. კი ბატონო. ასევე შესაძლებელია ის მიუწვდომელ ადგილას განთავსების სტრატეგია გამოვიყენოთ შემდეგნად პირობითად ბავშვს ძალიან უყვარს კონკრეტული სასუსნაო, ხო? და ამის შემდეგ მიითხოვს პირობითად შოკოლადი იქნება თუ სხვა რაიმე სასუსნავი, განათავსებ გამჭვირვალე ყუთში თავს მოუჭერ ისე რომ ბავშვმა ვერ გახსნას დამოუკიდებლად, ხო? ან რაღაც ისეც მისთვის მიუწვდომელია. და აქაც მე უკვე ქმნის შესაძლებლობა ჩემთან კომუნიკაციაში შემოვიდეს. ნახეთ, არა ის რომ დამოუკიდებლად მიწვდეს ყველაფერს რაც ვთქვათ მას სურს და ანუ ამ დროს ჩვენი თავი აღარც არის საჭირო მოკლედ რო ვთქვათ და უხეშად, ხო, რომ რაღაცნაირად გქონდეს მცდელობები ჩვენთან კომუნიკაციის დამყარების. აი ამიტომ არის მნიშვნელოვანი ეს სტრატეგიები მისნობრივად გამოვიყენო როგორც მე მშობელმა, ხო და აი ეს შევქმნა შესაძლებლობები ისე მოვაწესრიგო გარემო, რომ ბავშვს ჩემთან კომუნიკაციის დახმარების როლი გაუჩნდეს დახმარებისა თუ აი რაღაც სასურველის მიღების მიზნით. და აი აქვე ხო, ახლა შემდეგ სტრატეგიაზე გესაუბრებ, შემდეგ ვიდეოც მაქვს. დამატებით სულის გამჩენი გარემოების შექმნა ეს გულისხმობს რას? განსაკუთრებით ეფექტურია ამ სტრატეგიის გამოყენება ტყვეების დროს. აი მაგალითად, როგორც ახლა სურათზე ნაჩვენებული, ის მოცვი ძალიან უყვარს ბავშვს, მე შემიძლია ამ დროს თებზე დავუდო მხოლოდ 3 ცალი. ანუ ძალიან ცოტა. რომ ბავშვმა ეს მიირთვას და შემდეგ გაუჩნდეს სურვილი, რომ კიდევ დამატებით მოითხოვოს, ანუ ჩემთან კომუნიკაცია უნდა დაამყაროს, რომ მიიღოს დამატებით, ხო? და როცა ის მიირთვებს, შემდეგ ის მე მანიშნებს, ვთქვათ, რომ აი კიდევ მინდა ან დამიმატე ან კიდე, ხო? აი სხვადასხვა სახით მოკლედ შეიძლება კომუნიკაცია დაამყაროს ჩემთან და მე ნახეთ, აი ამას უნდა უპასუხოს სწორად. სწორი რეაქცია არის ამ დროს მნიშვნელოვანი, ხო? თუ ბავშვი ვერ წარმოთქვამს ამ ცალკეულ სიტყვას, რა თქმა უნდა, მე არ ვაძლევ, რომ მოდი თქვი, მოცვი, მოდი თქვი ეს კონკრეტული. არა. უბრალოდ მე როგორც აი მოდელი ვეუბნები, რომ მოცვი გინდა
დამატებით კი დაგემატებ, ან თქვა თვითონ მიდასტურებს, თან უბრალოდ თავს მიექნევს, ხო? დაუმატებ და შემდეგ ის გააგრძელებს მირთმევას. ანუ მე რომ დიდი რაოდენობით დამედო თევზს კონკრეტული ვთქვათ სასუსნავი ან ხილი რაც მას უყვარს, ბუნებრივია მიირთმევდა და ანუ ჩვენ შორის არანაირი კომუნიკაცია არ დამყარდებოდა და შესაძლებლობაც არ შეიქმნებოდა სწავლის. ამიტომ ახლა ცოტა რაოდენობით მივაწოდოთ ბავშვებს. თან ეს მithumetes მარტივია სახლში ბუნებრივ გარემოში, ხო? საყვარელი ვთქვათ ეს ნივთი იქნება, სათამაშო თუ სხვადასხვა ესე რომ ვთქვათ ალტერნატივა. აი ამ შემთხვევაში მინდა ამას შევხედოთ, ბავშვს ძალიან უყვარს მარწყვი, ერთად ვიმყოფებით ჩვენ სამზარეულო სივრცეში და სპეციალურად მას დავუვდეთ ცოტა რაოდენობით და მან მალევე შეჭამა მარწყვი. მხოლოდ 2 წელი ჰქონდა და შემდეგ მან მოითხოვა მარწყვი კიდევ მინდა და მე რა თქმა უნდა ისევ დავმატე რამდენი ცალი მოვუტანე და მან გააგრძელა მირთმევა. ანუ მე ყველა ერთად არ მოუტანე, ხო, რადგან უკვე მე ესე ვთქვათ ისევ ხელიდან გავუშვებდი იმას, რომ მას ჩემთან კომუნიკაცია დაემყარებინა და გააგრძელა აი მარწვის ჭამა. თანახად მე ამ დროს ვახმოვანებ. შენ ახლა მიირთმევ მარწვის. მარწვი გემრიელია, თან შეიძლება ვკითხო, ხო? ანუ კომუნიკაციაში ვარ ბავშვთან. ან ფაქტობრივად ეს სტრატეგია გულისხმობს რაღაცა ტიპის დანაკლისის ხელოვნურად შექმნას, ხო? იმისათვის კომუნიკაციის სურვილი გაუჩნდეს. დიახ, სწორად აღნიშნეთ. აი და ნახეთ ახლა მსგავსი არის აი სწორედ ეს ნახეთ ნაკლის აღმოჩენაზე ორიენტირებული გარემოების შექმნა. აი ესეც ძალიან ეფექტურია კვების დროს. მაგალითად, ბავშვს ძალიან უყვარს ნესვი და ნესვს მიირთმევ ჩანგრით. მე ხომ მშობელმა უკეთესად ვიცი და ძალიან კარგად ბავშვი პირობითად რომ ნესვს მიირთმევ ჩანგრით. ვიღაცა ხელით მიირთმევს, ხო? მაგრამ მე როცა აი ანუ შესაბამისად ვაორგანიზებ მე ამ გარემოს და მე თუ ვიცი რომ პირობითად ნესვი ძალიან უყვარს და მიირთმევ ჩანგრით აუცილებლად, მე შემიძლია ნესვი დავუდო და ჩანგალი არ მივაწოდო თითქოს დამავიწყდა. ამ დროს ველოდებ იმის რეაქციას. აი ნახეთ რაღაც ისეთი შეიძლება გაოცებული სახე კონდეს ფიქროს, ხო, რაღაც უნდა რაღაც რომ მიირთმევს. სულაც კარგად ჩანს ეს მომენტი და შემდგომ რა მოხდა? ლივი ან მეკითხები. ის უკან მეტყვის ხო ჩანგალი, ან შეიძლება ჟესტებით და მიმიკებით მანიშნოს, ჩანგალი დამავიწყდა. ანუ მე თვითონ დამავიწყდა, ხო, როგორც მშობელი ისეთ ემოციას გამოხატავ. კარგი, ახლა რომ მოგიდა ჩანგალს, მოვიდა, აი იღე ჩანგალი. ჩანგალი. ნახეთ, მინდა რომ გაიმეოროს, ხო, რაღაცა ის შეძლოს უკვე ვერბალიზებას სიტყვებით გამოხატვა, ესე ვთქვათ, წინადადებებს თუ სიტყვებს. შემდეგ გააგრძელებს უკვე ბავშვი მირთმევას. ანუ აქ შეუქმნია შესაძლებლობა, ხო? ანუ ეს სტრატეგია, ხო, აქ დავამატებ, შეგვიძლია გამოვიყენოთ პირობითად ხატვის დროს, რაღაცა სხვა ნებისმიერი აქტივობით დროს პირობითად ვხატავთ, ხო? შემიძლია მე ბავშვს დავუდო ფურცელი, მეც დავიდო ფურცელი და სპეციალურად ფანქარი არა, ხო? რითიც უნდა დახატოს ან გააფერადოს და მეუბნები, მიდი დახატი. ფანქარი არ აქვს, ხო? როგორ დახატავს. აქაც ველოდებ იმის რეაქციას, რომ აი დაფიქრდეს, ხო, აი მიხვდეს, რომ ფანქარი სჭირდება იმისთვის, რომ დახატოს. და შემდეგ გამოხატავს რეაქციას და მოითხოვს ფანქარი, ფანქარი მინდა. და თუ ნახეთ, რა არის აქ კიდე მთავარი. ბავშვი ანუ უბრალოდ ნახეთ რეაქციო პოზაში არის უბრალოდ და ვერ მეუბნება რომ ფანქარი უნდა კიდე რაღაც ჭირდება დახატვის საშუალებად. უკვე მეაქ ვიშველებ როგორც მშობელი მიმანიშნებლებს. აი მაგალითად, კარგი, შენ დახატო რა გჭირდება ამისთვის? აი კითხვებით მივყავს ნელა-ნელა იქითკე რომ მანამ გამოიცოს რომ ფანქარი ჭირდება რომ დახატოს, ვან გააფერადოს და შემდგომ ვაწოდებ ფანქარს და ბავშვი იწყებს. დიახ, საფუძისმენთ. საბატონო თინათი, აქ დავაზუსტებ, რომ ეს აქტივობა, ხო, სადაც ნაკლის აღმოჩენაზე ამ სტრატეგიის გამოყენებას ვეცდებით, ფაქტობრივად უნდა იყოს ისეთი აქტივობა, რომელიც ბავშვმა უკვე იცის და არ ახალია, ხო? ანუ ახალი არ არის, იმიტომ რომ ბავშვმა უკვე უნდა ნაკლუნი უნდა აღმოაჩინოს და მეორეც ალბათ мотиваციისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ისეთი აქტივობა იყოს, რაც ბავშვს მოსწონს, ხო? მაინც და მაინც თუ არ მოსწონს რაღაცა ტიპის აქტივობა და იქ ნაკლის აღმოჩენაზე გავაკეთებთ აქცენტს, მთლად საუკეთესო შედეგს არ მივიღებთ, ხო? ამიტომ ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ისეთი აქტივობა შევარჩიოთ ან მოცემულობას, რაც იცის ბავშვმა და ასევე სიამოვნებს, ხო? დიახ, სოფო ძალიან დიდი მადლობა, რადგან მე ამის აღნიშვნა დამავიწყდა. რეალურად ნახეთ, ყველა სტრატეგია, რომელზეც მე ვსაუბრობ, ეგ არის წამყვანი. მე თუ ბავშვს შევთავაზე პირობითად ისეთი აქტივობა, ისეთი სასუსნავი, რომელიც მას არ აინტერესებს და არ უყვარს,
ფაქტობრივი არც დაამყარებს კომუნიკაციას, ხო? აი თუნდაც წინა სტრატეგიის დროს პირობითად მას რო ვიცი რომ უყარს მარწყვი და ვიცი რომ ის დამატებით მოიხოს. ანუ საყვარელი ეს მისთვის, ხო, საყვარელი საზუსტნავი. ეს აუცილებელია და მოკლედ ერთ-ერთი კრიტერიუმია მეთოდის გამოყენების დროს, რომ საყვარელი აქტივობა, საყვარელი პირობითად ნივთი შევარჩიოთ, საყვარელი რაღაც ეს ხო, აი საგანი. სხვა შემთხვევაში ბავშვს არ ექნება ინტერესი კომუნიკაციაში შემოვიდეს და მოითხოვს რომ მიწვდეს იმას, ხო, რაც მას სურს. ბატონო, აქაც მოკლედ აი სამზარეულოს კუთხეში ვიმყოფებით და ლივი უნდა მოამზადოს მოკლედ კერძი. ამ დროს მე სპეციალურად ნახეთ ის სტიმულები, ანუ მე ვთქვი თავიდან რაღაც სტიმულების დამატება ხდება ხელოვნურად, ან კიდე პირიქით სპონტანურად იქ სივრცეში შეგვიძლია ჩვენ ეს დავაორგანიზოთ, ხო? მე ავიღე სპეციალურად ის კოვზი, თქვა ჩანგალი, რაც მე სჭირდებოდა და შემდგომ ნახეთ ბავშვმა როგორი რეაქცია მიიღო. აი სჭირდებოდა ეს თქვა კოვზი, რომ რაღაც კერძი გაეკეთებინა, ხო? ამიტომ ესე დავიკავე, თანის ხედავდა და აი მინდოდა რომ შემოსულიყო კომუნიკაციაში და მე კოვზი მჭირდება, თქვა რეალურად, კოვზი მჭირდება. კარგი, კოვზი, აიღე კოვზი. და ვაწოდებ და შემდეგ ბავშვი იწყებს მე რაღაც კერძის მომზადებას. შემდეგ სტრატეგია ეს არის გასაოცარი მოლოდნელი სიტუაციის შექმნა. ეს ბავშვებს ძალიან ახალისებს მოტივაციას მატებს, რომ აი რაღაცა ჩვენი ყოველდღიური ესე ვთქვათ ცხოვრება, რუტინა, რაც რასაც ბავშვთან ერთად გავდივართ, იყოს სახალისო, ხო? და ბავშვებიც ასე უფრო მარტივად სწავლობენ. მაგალითად ვთქვათ, როცა ბავშვთან ერთად გვინდა რომ გავისეირნოთ გარეთ, ხო? ან კიდე მივდივართ ბაღში, ან სკოლაში, მნიშვნელობა არ აქვს და ბავშვმა უნდა ჩაიცვას და წინდები არ აცვია მაგალითად ფეხზე. ამ დროს მე შემიძლია იქ პროცესში წინდები წამოვიცვა ხელზე, რაღაც ის გასაოცარი სიტუაცია შექმნა და ვაჩვენა, ხო? და აქ ველოდები ბავშვის რეაქციას. აბა თუ მიხვდება რომ თქვა ეს ნასკები არ უნდა იყოს ხელზე, არამედ ფეხზე, ველოდების მის რეაქციას და შემდეგ მე შესაბამისად მოქმედებ. და მოდი აქვე ვიდეოს გაჩვენებ თამაზე რომ უფრო ითვალსაჩინო იყოს. სასცენოდ ვაპლიებთ წასვლას და აქ მე ესე მოვლოდნა წამოვიცნო ხელზე წინდებს და ველოდები მის რეაქციას. და ბავშვი აღნიშნავს რომ არა ხელზე, ფეხზე, ანუ თვითონ ესე რა ვთქვათ ეს ღიმილით აღმოაჩინა. შემდგომ აქვე მე უბრალოდ წამოვასვი ფეხზე ეს წინდა და თვითონ მან უნდა გააგრძელოს ეხლა რომ ჩაიცვას. ხო, აქაც ნახეთ აუცილებელი ლიმიტის დაცვა, რომ მას მივცეთ შესაძლებლობა თავად ჩაიცვას, თავად გააკეთოს და დახმარების საჭიროების შემთხვევაში მივმართავთ ჩვენ რომ დავეხმაროთ, ხო, რომ კონკრეტული აქტივობა განახორციელოს. შემდეგი სტრატეგია ეს არის პარალელურად და საკუთარ თავთან საუბრის სტრატეგია. მე მაგალითად, როცა ბავშვთან ერთად თამაშობთ, ხო, ან ხატავთ, ან სხვა ნებისმიერი აქტივობით ვართ დაკავებული, ამ დროს ჩვენ ვახმოვანებთ ბავშვის ქმედებას. პირობითად ხატავს, ხო? მე საუბრობ, შენ ახლა ხატავ ბოლს, შენ ახლა აფერად წითელი ფერით ბორცს, ხო? ოღონდ ნახეთ, მე არანაირი უკავშირს არ ველოდები ბავშვისგან. ეს არის აქაც ერთ-ერთი მთავარი წესი, რაც უნდა დავიცვათ, რომ ეს პროცესი იყოს, ნახეთ, აი დასწავლაზე ორიენტირებული, რომ ბავშვმა არ შეწყვეტეს, ხო? ბავშვი, რომელიც საყვარელი აქტივობით არის დაკავებული, ზედმეტი გადაჭარბებული კითხვების დასმა, მას აციებს კონკრეტული აქტივობისგან. ამიტომ ნახეთ, მე უბრალოდ საუბრობ ის რას აკეთებს. და მეორე შემთხვევაში საკუთარ თავთან საუბრის სტრატეგიის დროს, ჩვენ როცა საერთო აქტივობით ვართ დაკავებული, ვახმოვანებთ ჩემს ქმედებას, მაგალითად, მე ახლა ვხატავ მანქანას. მანქანას აქვს ორი ბორბალი, მე ახლა ვაფერადებ ბორბალს, საბუროს, ხო, მაგალითად. ანუ აქ მე ვახმოვანებ ჩემს ქმედებებს ამ შემთხვევაში და აქაც არ ველოდები არანაირ რეაქციას ბავშვის მხრიდან. ასე მიმდინარეობს ეს პროცესი. ანუ ფაქტობრივად მშობლებისთვის პერიფრაზი რო გავაკეთოთ, რაც თქვით, რომ თქვენ აღწერთ, კომენტირებას აკეთებთ ფაქტობრივად პროცესის, მაგრამ არ აიძულებთ ბავშვს, რომ გაიმეოროს სიტყვები და ასე შემდეგ. ხო, არც ერთი სტრატეგიისას ბავშვს არ აიძულებთ სიტყვების გამეორებას, ანუ ან წინადადებების გამეორებას, ან ფრაზების გამეორებას არავითარ შემთხვევაში. დიახ, სოფო, გეთანხმებით და მადლობა. აი სწორედ ეგ არის ვთქვათ, ბუნებრივი სწავლების მეთოდს უწოდებენ ასევე და სწორედ ეგ არის აქ მნიშვნელოვანი, რომ მე არ ვაიძულო, არ დავსტრესო და რაღაცა არ იყოს ეს ბავშვისთვის სტრესის, ესე ვთქვათ, შემცველი, ხო? მოკლედ მივუყვები მის ინტერესებს და მის შესაძლებლობებს, ნახეთ, აი ნაბიჯ-ნაბიჯ, რომ აი დავეხმარო განვითარებაში და იმაში, რომ ეს კომუნიკაცია დაამყაროს, ენამეტყველება განივითაროს.
და შემდეგ ეს არის გავრცობის სტრატეგია, აქაც ნახეთ, თუ კი ბავშვი ახლად იწყებს სიტყვების წარმოთქმას და ჩემთან ჟესტებით და მიმიკებით ამყარებს კომუნიკაციას, ამ შემთხვევაში მე უკვე ვცდილობ, რომ ის სათამაშო, რომელსაც თავად აირჩევს, პირობითად ცხაპავს კითხულობთ, ილუსტრირებულ ციკლს ვათვალიერებთ. აქ ბავშვი მაგალითად აირჩია პირობითად პირველს რას რა დავაკვირდეთ, ბურთი, ხო? და ნახეთ, აქ ახლა ჩემი ზენი უნდა იყოს, რომ მან ცალკეულ სიტყვები წარმოთქვას, ხო? ბურთი, იღე ბურთი. ნახეთ, რამდენჯერმე ვიმეორებ მე ამ სიტყვას, რომ შემდეგ ბავშვმა ეს სიტყვა დაისწავლოს, ხო? და როცა მე შევთავაზებ, რომ პირობითად ბურთი უნდა თუ მანქანა დაირჩია ბურთი, და თქვას ბურთი, ხო? და მეორე შემთხვევაში თქვა თუ კი ილუსტრირებულ ციკლს ვათვალიერებთ ერთად და აქაც ჩემი მიზანია რომ პირობითად აი ნივთი ხო რომელსაც ან კიდე რაღაც გამოსახულება რომელსაც აირჩევს სიქშანთიც დაადებს თან თქვას ხო პირობითად ეხლა ნახეთ რამდენი ლამაზი პეპელა დაფრინავს ანუ მე ვახტენ ამის ვერბალიზებას გახმოვანებას ხო და ბავშვმა დაადო თითი პეპელას პირობითად პეპელა ანუ აქაც ნახეთ მე არ ბავშვისგან ასე თქო არ ვითხოვ რომ მოდი შენ ხა თქვი რომ ეს პეპელა დაფრინავს რთულია რა თქმა უნდა ორი სიტყვანი წინები წარმოთქვა და შეუძლებელიც თუ კი ბავშვი საერთოდ ცალკეულ სიტყვებს ვერ წარმოთქვას ამიტომ საკმარისია პირობითად მაგრამ უბრალოდ თქვას პეპელა ხო და ამისი მოდელი ვარ მე ანუ აქაც პერიფრას გავაკეთებ მშობლების ენაზე რო გადმოთარგმნო ფაქტობრივად ეს ნიშნავს რომ ბავშვის კომუნიკაცია და კომუნიკაციის სურნარი არ ნიშნავს მხოლოდ დიალოგში შესვლას ხო ეს არის რომ გარემოს აღწეროს ხო რაღაცა კომენტარი გაუკეთოს რომ მაგეთად ლამაზია კარგია ცუდია ხო ანუ მხოლოდ ის რომ თავის საჭიროებები გამოხატოს ეს არ არის ეს კომუნიკაციის რა თქმა უნდა ერთ-ერთი მიზანია, რითაც სამყაროთ კომუნიკაციას, მაგრამ ასევე არის სხვა მიზნები, რასაც უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა, ხო? ის რომ მარტო თავის საჭიროებები კი არ მოითხოვოს ბავშვმა, არამედ ასევე კომენტირებაც, თქვა, გარემოსადმი თავისი აზრი დააფიქსიროს, ხო? ფაქტობრივად, სწორედ. კი ბატონო, გეთანხმებით. და შემდეგი, მოკლედ, ეს აი სტრატეგიები ამოუწრეთ ახლა მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ იმ 4 ეტაპზე, რომელიც აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ბუნებრივი იყოს ეს პროცესი და როგორც გითხარით, ბავშვი იყოს წამყვანი და იყოს ეს მისთვის მხიარული, მამოტივირებელი და არა პირიქით. და აი ეს ამ 4 ეტაპის ცოდნა ჩვენ დაგვეხმარება სწორად ამ მიზნობრივად გამოიყენოთ კონკრეტული მეთოდი, ხო, შემთხვევით სწავლის მეთოდის სტრატეგიები. პირველი ეს არის ნახეთ დავაკვირდეთ, კომუნიკაცია დავამყაროთ, დაველოდოთ და შემდგომ განვამტკიცოთ ან მინიშნება მივცეთ. ახლა ამაში რა გულისხმობ? მოდი მაგალითი რომ მოვიყენოთ, ხო? აბა შევხედოთ. ბავშვთან ერთად თამაშობთ რაღაც დასაკრავ ინსტრუმენტებზე, ხო? ოღონდ როგორც თავიდან გითხარით, მე ბავშვთან ერთად ვარ. აი, რომ გამოყოთ თქვა 20 წუთი, 10 წუთი, ხო, რაღაცა დღის რომელიმე მონაკვეთში და მე მართლა ბავშვთან ერთად ჩავერთო მთლიანად და სხვა საქმით არ ვიყო დაკავებული. ბავშვთან ერთად ვზივარ მე აი აქ და დასაკრავ ინსტრუმენტებზე ვთამაშობ, ხო, ორივენი. ანუ მე ამ დროს ნახეთ, დაკვირვების პროცესში ვარ, ბავშვს ზედმეტი კითხვებით არ ვაწუხებ, ზედმეტ შეკითხვებს არ ვუსმენ, მასთან ერთად მეც ვერთობი და თამაშობ, ხო? ეს პირველი ეტაპია. ანუ შევისწავლი მე მოკლედ იმ გარემოს და ბავშვს, რომ როგორ შეიძლება მე შევქმნა სწავლის შესაძლებლობები, რომ ჩემთან კომუნიკაცია დაამყაროს მე მასთან და ამ შემდეგ. მეორე ეტაპი არის კომუნიკაციის დამყარება. ეხლა მეორე შემთხვევაში ნახეთ, ნივთი, რომელიც მას ძალიან უყვარს განვათავსეთ აროზე, რომ თვითონ ვერ მიწვდეს დამოუკიდებლად, სპეციალურად შევქმნი მე სწავლის შესაძლებლობა და ის აი ცდილობს რომ მიწვდეს ამ სათამაშოს, მაგრამ ვერ წვდება. მე მასთან ვარ, ნახეთ და ვუყურებ უბრალოდ. ბავშვი შეხედავს სათამაშოს, ანუ მზერეთი კონტაქტი დაამყარა, შემდეგ მე შევხედა. ჩემთანაც მზერეთი კონტაქტი დაამყარა. ნახეთ, ეს მზერეთი კონტაქტიც კი არის კომუნიკაციის დამყარების ერთ-ერთი საშუალება. ხო, ანუ მე სიტყვები დამატებით აქ არ გვჭირდება. უკვე ჩვენთან შედგა ეს კომუნიკაცია. შემომხედა, მე მას შევხედე. შემდეგ სათამაშო შევხედე. ანუ მივხვდი რომ სათამაშო უნდა რომ ბავშვმა აიღოს, მაგრამ თვითონ ვერ წვდება. შემდეგ ველოდები რამდენიმე წამი. ნახეთ, დალოდების დრო, დოდინის დრო, ასე ქვია, გულში ვითვლი რამდენიმე წამი. 1, 2, 3, ან შეიძლება ეს ლოდინის დრო გაიზარდოს ბავშვის შესაძლებლობის მიხედვით. შეიძლება 5 წამი იყოს, ან კიდე 6 ან 7, ხო? ველოდები რომ აი მომთხოვოს ან ისევ ჟესტებით ან პირობითად მინიშნებით რომ უნდა ეს სათამაშო ან კიდე უბრალოდ ხელზე მომხარჯოს და კიდე მიმიყანოს ხო და ამის შემდეგ მე უკვე ვახდენ სწორ რეაგირებას და მეკითხები მიკი მაუსი გინდა თავს მიკინოს პირობითად ან კიდე
თუ ვერ პასუხობს კარგი, მე შენ ახლა მოგაწოდებ მიკი მაუს, აიღე მიკი მაუსი და ეს უკვე ბოლო ეტაპია, რომ მე მას სასურველი მივაწოდე. და აქვე მინდა აღვნიშნო, რადგან დასაწყისში ამის აღნიშნა დამავიწყდა. ჩვენ ამ დროს დამატებით განმამტკიცებლებს არ ვიყენებთ. ნახეთ, შემთხვევით სწავლობის მეთოდის გამოყენების დროს განმამტკიცებელი თავად არის ის ნივთი, რაც ბავშვს სურს. ანუ ბუნებრივად ხდება მისი ქცევის გამტკიცება. თქვათ, როცა ბავშვს მიკი მაუსი სურდა და მე მას მივეცი ეს კომუნიკაციის დამყარების შემდგომ, უკვე მე განვამტკიცე მისი ქცევა, აი ამ სასურველი სათამაშოდ, რომ შემდგომ კიდევ დაამყაროს ჩემთან კომუნიკაცია, ხო? ანუ ფაქტობრივად ჯილდო მშობლების კონვენციურ ენაზე რო ვთქვათ, ჯილდო არის განმამტკიცებელი, ხო? იმ ქცევის წახალისებისთვის, რომელიც გვინდა რომ ბავშვმა უფრო და უფრო ხშირად ეს გამოაქვეყნოს, ხო? იასო, მადლობა, დიახ, ის მართალია, ესე რაღაცა უფრო ნათელი რო იყოს. სპეციალისტების ენაზე გასაგებია, თუმცა მშობლებისთვის კი, გეთანხმებით სოფო. კი, ბატონო. გასაგებიც რომ იყოს. ჯიკო, აი თიქალ ბატონ თინათინ, ესეთი კითხვა მაქვს, აი ახსენებთ სხვადასხვა ყოველთვის ასე ვთქვათ ხაზგასმით აღნიშნავთ, რომ ეს შეიძლება ყველა ბავშვის შემთხვევაში განსხვავებული იყოს, ხო? დალოდების წამი იქნება, კომუნიკაციის მიმანიშნებლები იქნება და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ყველა ბავშვი უნიკალურია, ყველა ბავშვი განსხვავდება, მაგრამ ეს ეხლა რომ ვისაუბროთ აი მშობლის როლზე, უნივერსალური რეკომენდაციები რა გექნებათ, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან რომ ახსენეთ ჩვენ, რომ შეუძლია რომ მშობელმაც ყველანაირი გადამზადების გარეშე გამოიყენოს, ეს არის ფაქტობრივად ბუნებრივ გარემოში როგორ შეუწყოს ხელი ბავშვის კომუნიკაციის ენისა და მეტყველების უნარების განვითარებას და ასევე ის რომ უნდა დააკვირდეს ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს და შესაძლებლობებს. აი რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ, ან რა უნდა იცოდეს მშობელმა, ვისი შვილიც მაგალითად არ იღებს არანაირ თერაპიულ სერვისს ენისა და მეტყველების თერაპევტისგან, ან ქცევის თერაპევტისგან და ასე შემდეგ, იმიტომ რომ როდესაც თერაპიას იღებს, ხო, ამ მშობლებთან რაღაც წილად თერაპევტები მუშაობენ, ხო? მოდი ახლა განსაკუთრებით რომ გავამახვილოთ ყურადღება და რეკომენდაციები მივცეთ იმ მშობლებს, რომლის შვილებიც ვერ ან არ იღებენ თერაპიულ სერვისს. აი, რა გაითვალისწინონ სახლში აი ამ სტრატეგიების განხორციელებისას. დიახ. მადლობა, სოფო, ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა არის, თქვათ, რომ აი ყველა მშობელს ჰქონდეს შესაძლებლობა დამატებით სერვისების გარეშეც როგორ დაეხმაროს საკუთარ შვილს, ხო? და აქ ვფიქრობ, ერთ-ერთი ასე ვიტყოდი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ეს, რომ მშობლებმა რაღაცნაირად აი დაიღმაონ ცოდნა ასისტირების ტექნიკებთან დაკავშირებით და ამაში რას გულისხმობ ახლა ვახსნი ნებისმიერი მეთოდი თუ სტრატეგია რასაც ჩვენ ვიყენებთ სწავლების დროს შეუძლებელია ამისი გამოყენება ასისტირების ტექნიკების მიმანიშნებლების გარეშე. ანუ ეს მეთოდიც რომ მე გამოვიყენო უნდა ვიცოდე რა სახით გაუწევ ბავშვს დახმარება ძალიან ანუ ზედმეტად ხوار ვეხმარები და ნეტა პირიქით ხوار ვუშლი ხელს რომ განვითარდეს. აი მაგალითად წინდის ჩაცმის პროცესიც, ხო? ეს თქვათ ის რომ მე გასაოცარი სიტუაცია შევქონი, იმის შემდგომ რა ხდება? ანუ მე როგორც მშობელი რას ვაკეთებ, ხო? პირობითად ეს წინდა მე ჩავაცვა, თუ თვითონ თავად შეეცადოს რომ მან ჩაიცვას. ანუ აქ უკვე მე შესაძლებელია სრული ფიზიკური დახმარება გამოვიყენო, ან ნაწილობრივ ფიზიკური დახმარება, ან უბრალოდ ვერბალური დახმარება და ავუხსნა დისტანციურად რომ მოდი ახლა აიღე წინ და წამოიცვი თქვათ პირობითად თითებზე, შემდეგ ხო აი ესე ვეხმარები. ანუ მოდი დაახლოებით მაგაზეც ვისაუბრებ სოფო და სწორედ წიგნის ბოლო ნაწილი მაგაზეთ მოგობ თქვათ რომ ეს ასისტირების ტექნიკები როგორ გამოიყენოს ზომიერად მშობელმა რომ აი დაეხმაროს ამ მრავალმხრივი სხვადასხვანაირის განვითარებაში ბავშვს, ხო? აი ეს უნდა მეკითხა, სად შეიძლება მოვიძიოთ ინფორმაცია მხარდამჭერ, ასე ვთქვათ, ასისტირების ტექნიკებზე, რომელიც ამ მეთოდოლოგიისთვის უშუალოდ რეკომენდირებულია და ფაქტობრივად კი ბატონო. კეთილი. და იქ კი ციგნის თავად ბოლო ნაწილში მოკლედ აი ადგილი ამას ეთმობა, რადგან როგორც თქვი შეუძლებელია ანუ მეთოდი სტრატეგია რომელსაც ვიყენებ, მე ეს მჭირდება, ისე ფიზიკურად შეუძლებელია განმახორციელო. ამიტომ აი ეს უნდა ვიცოდე, მე თუ ეს კარგად მეცოდინება, ხო? და სხვა სტრატეგიები არ ვიცი. მე ვწყვეტ ეს რაღაც ამას მე არ ვიცი, ჯადოსნურ იმას ვუწოდებ რაღაცნაირად აი ხერხს, მინიშნებებს, რაც მე მინდა, ხო? შეიძლება ეს მშობელი იყოს, განათლების შეთანხმების სხვა სპეციალისტი იყოს, ნებისმიერი პირი და ადამიანი, რომელსაც შეუძლია ძალიან სწორად გამოიყენოს და ბავშვს ბევრი რამ ასწავლოს.
მოდი მივყვეთ ხო და ძალიან მოკლედ ამაზეც გესაუბრებით. პირველი ეს არის ვიზუალური მიმანიშნებლები, მეორე ეს არის ვერბალური მიმანიშნებლები, ჟესტური მიმანიშნებლები, მოდელირება და ფიზიკური მიმანიშნებლები. მივყვეთ ძალიან ესე მოკლედ რომ თან დროც არ გადავაჭარბოთ. პირველი ეს არის ვიზუალური მიმანიშნებელი, მაგალითად ბავშვთან ერთად ვიყავით წინა დღეს ზოოპარკში და თქვა ბავშვმა ნახა ვეფხვი, რომელიც ძალიან მოეწონა ხო და მე შემდგომ მინდა მასთან კომუნიკაცია დავამყარო, გავიხსენოთ გუშინ სად ვიყავით, რა ვნახეთ და ასე შემდეგ და შენ რა ნახე გუშინ პირობდად ზოოპარკში პირველად რომ შევედით იქვე ვთქვათ რომელიც ცხოველი იყო და ვერ იხსენებს ხო უცებ შემიძლია ამ დროს ვიზუალური მიმანიშნებელი გამოვიყენო ფოტოს სახით და ვაჩვენო უბრალოდ ნახეთ ხო ვეფხვი ხო ანუ გაიხსენა მან აი ამ ვიზუალური საყრდენით და მიყავს ხო რომ ვეფხვი და კიდე ნახეთ ეს შეიძლება იყოს თქვათ ცხრილები შეიძლება იყოს რაღაცა ხო სხვა მსგავსი აი ვიზუალური მასალები რომელიც მე მეხმარება რომ გავიხსენო ხო აი კიდე ჩვენ ვიზუალური ესე ვთქვათ რუტინისთვის თქვათ რაღაცა ვიზუალურ დაფასვით დავიმუშავებთ რომელიც გაკრული გვაქვს ხო პირობითად რა არის შემდეგ უნდა გავაკეთო და ესეც დაახლოებით იგივეა ხო ვიზუალური მიმანიშნებელი რომ ბავშვი რომ გაიღვიძებს თქვათ ჩაიცვას მოწესრიგდეს ხო შემდეგ პირობითად ის საუზმო შემდეგ ბაღში წავიდეს და ამისი ნახეთ ამსახველი ფოტოებისთან ესე მიკრული გვაქვს ხო ანუ ბავშვი ხედავს და ახსენდება ხო რა არის შემდეგ არის და არის ძალიან ეფექტური მოკლედ შემდეგ ეს არის ვერბალური მიმანიშნებელი ესეც შეგვიძლია ან ორ ნაწილად იყოფა ეს არის პირდაპირ და არაპირდაპირი ანუ იგივე ირიბი მიმანიშნებლები პირობითად მე პირდაპირი მიმანიშნებლის დროს ბავშვს ვეუბნები რომ ლივი სათამაშოების შეაგროვი და კალათაში ჩაყარე ანუ მე პირდაპირ ვეუბნები ბავშვს რა გააკეთოს წადი ხელები დაიბანე პირობითად ქურთუკი ჩაიცვი ანუ პირდაპირ ვანიშნებ მეორე შემთხვევაში ნახეთ მე უკვე ეს ნახეთ უკვე მეორე ეტაპია თუ ის აი ამ პირდაპირ მიმანიშნებლებს მარტივად დაასრულებს უკვე შემდგომ შემიძლია არაპირდაპირ ანუ ირიბი მიმანიშნებლები გამოვიყენო მაგალითად ჩვენ გვაქვს ასეთი ტრადიცია რომ თქვათ ძილის წინ უნდა წაუკითხოთ შემშველს ზღაპარი და შემდეგ იძინებს და შემდეგ აი მაგალითად სანის ზღაპარი დამთავრდა რა უნდა ქნა ანუ უნდა დაიძინოს პირდაპირ ვეუბნები ახლა ძილის დროა წადი დაიძინე არა თავად გამოიცნოს ამის შემდგომ რა უნდა გააკეთოს ხო შემდეგ ეს არის ჟესტური მიმანიშნებლები, აი მაგალითად ჩოჯინა სადდევს, ანუ უბრალოდ მანიშნებს ხო ჟესტები და მიმიკებით რომ თქვა თაროზეა განთავსებული ხო, ან კიდე პირობითად ყუთში დევს და ასე შემდეგ. ანუ აქ ნებისმიერი ჟესტი და მიმიკა რომელიც ხდება, აი სიტყვით გამოხატვა და ვერბალიზება შეგვიძლია მივიჩნიოთ აი ამ ჟესტურ მიმანიშნებლად. შემდეგ არის მოდელირება, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან ეფექტურია სწავლების პროცესში, ანუ ჩავთვალოთ რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ და რასაც ბავშვები ხედავენ ძალიან მარტივად სწავლობენ პირდაპირ და ისრუტავენ, ხო? ამიტომ აი აქ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ მე ვიყოს სწორი მოდელი მისთვის, ხო, როგორც მშობელი, როგორც სპეციალისტი. და აქაც ეს იყოფა ორ ნაწილად. პირველი ეს არის სრული მოდელირება და ნაწილობრივი მოდელირება. სრული მოდელირების დროს მე უბრალოდ პირდაპირ ვაჩვენებ სრულად რა გააკეთოს. მაგალითად, ქურთუკს ვიცნობთ, ხო? ნახე? აი, ვაჩვენებ როგორ ჩავიცვა ნელა-ნელა, თან ვუხსნი. ანუ როცა თან ვაჩვენებ, თან ხდება ამისი ახსნაც, ხო? ანუ გახმოვანება სიტყვებით, რა არის შემდეგ გააკეთოს და როგორ გააკეთოს. ანუ მაგალითად მე ვხატავ, ხო? ნახე? მიხოთ დავხატავ გულს დავიწყეთ, მოვამრგვალოთ, შემდეგ მეორე მხარე, ანუ თან ვაკეთებ, თან ვახმოვანებ და შემდეგ ბავშვი იმეორებს, ხო? ანუ მე ვარ მოდელი. და მეორე შემთხვევაში ნაწილობრივი მოდელირების დროს ესეც ნახეთ როგორი მნიშვნელოვანია რომ მიზნობრივად გამოვიყენო. პირობითად მithmetes ბავშვი ახლა სწავლობს თქვათ სიტყვებს, აი ვათვალიერებთ ციგნს და მაგალითად ვაჩვენებ და ვიუბნებ თქვათ ეს რა არის ხო პირობითად აი ციგნში და ვერ ამბობს კონკრეტულ სიტყვას თქვათ პეპელა ან ბურთი. მე ნახეთ ნაწილობრივ ვუწევ მოდელებას და ვიწყებ თო ჯი დაასრულოს ან ბუ აი ხა მაგალითად მე თან პრაქტიკოს რა გითხარით და ის ძალიან ეფექტურად მუშაობს ხო თქვათ ბავშვი ვერ იხსენებს და ბუ სწრაფად მე ამთავრებს ბურთი თოჯინა ან ნახეთ მე ვიდეო პატარა ისეთ მინიშნებას რომ შემდგომ მან გაიმეროს და თქვას ხო ან კიდე პირველად რაღაცა შეიძლება ქმედება იყოს მე დავიწყო და მოდი ახლა შენ დაამთავრე ხო კი ბატონო და ბოლოს ეს არის ფიზიკური მიმანიშნებლები რომელიც იყოფა სამ ნაწილად სრული ნაწილობრივი და ჩრდილოვანი სრული ფიზიკური მიმანიშნებლების დროს აი სურათზე ჩანს მე სრულად აი ხელით ხელზე ესე ვთქვათ ჩაჭირდება არის აქ ანუ სრულად ვეხმარები ფიზიკურად ვთქვათ ერთად გავაფერადოთ ერთად ჭამოთ ერთად გავაკეთოთ ნებისმიერი აქტივობა ნაწილობრივი ფიზიკური მიმანიშნებლის დროს მე ნახეთ ჩემი ხელი უკვე გადადის აქ ზემოთ ინაცოს აი უკვე იდაყზე მაჯაზე ხან ნელა-ნელა უკვე ნახეთ აი აქ
ჩემი მტევანი მის მტევანს უკვე აღარ ეხება სრულად, ხო? და მესამე შემთხვევაში აქ უკარი ჩრდილოვანი დახმარება და ეს უკვე გულისხმობს იმას, რომ მე ფიზიკურად აღარ ვეხები ოღონდ. ნახეთ, უფრო ვადრე მოტივაციას. ანუ ჩემი ხელი მასთან ახლოს არის, ოღონდ არ ეხება, უბრალოდ სიტყვებით ვამხნევ. დიახ, ეხლა პირველად ესე მოამრგვალე, კარგია, შემდეგ ესე, ხო? აი, ხდება მისი გამხნევება უკვე მესამე სტრატეგიის გამოყენების დროს. რაც დავასრულეთ უკვე და შევხედოთ მხოლოდ აი როგორ ხდება ესე ვიზუალიზაციისთვის, ანუ სრული ფიზიკური დახმარება არის აი ამ ვიდეოში. შემდეგი ნახეთ არის ნაწილობრივი ფიზიკური დახმარება, ანუ აქაც დაახლოებით უკვე მთლიანად მისი ხელის მტევანი, ჩემი ხელის მტევანი აღარ ეხება და მესამე შემთხვევაში უკვე ჩრდილოვანი, ხო, ნახეთ აი მე ვცდილობ რომ ვიყო მისთვის როგორც ჩრდილი გამამხნევებელი, ხო, და მან თავად დააკეთოს და ის შეასრულოს კონკრეტული აქტივობა. სანამ ვიდეოს კი ბატონო, ქალბატონო ვიზუალი, ასე ვთქვათ, მაშინ ისე აღნიშნავ და ასე ვთქვათ, ამ სლაიდების ბოლოში, რომ გამოყენებული ვიზუალური ეთიკის ნორმები არ დაგვირღვევია. ისო აღნიშნავ დიახ. კი ბატონო, ყველა გამოყენებული ფოტო თუ ვიდეო მასალაზე გვაქვს თანხმობა, ბავშვის მეურვის თანხმობა, ამიტომ ამ კუთხითაც რომ მაქსიმალურად ზრუნავთ ჩვენს პლატფორმაზე გაშვებული ინფორმაცია, რომ იყოს მაქსიმალურად დაცული და ბავშვის საუკეთესო ინტერესები რომ იყოს გათვალისწინებული, ხო? ამ შემთხვევაში მეურვის თანხმობის საფუძველზე რა თქმა უნდა. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფაქტობრივად პროცესში ქალბატონო თინათი კითხვებს უპასუხეთ, რაც შემოგვიდა ის კითხვები, რაც შეეხება ალბათ მშობლებს და მსმენელებს ეკნებათ ესეთი კითხვა თუ სად შეიძლება რომ წიგნი შევიძინოთ და ამაზე ფაქტობრივად ვეტყვით რომ პასუხი ესეთია რომ კომენტარებში დავდებთ ქალბატონი თინათინის საკონტაქტო ინფორმაციას, რადგან შეგიძლიათ რომ პირადად გაესაუბროთ გამომდინარე იქიდან რომ მშობლის გვერდი კომერციული კუთხით არ არის ჩართული. არ ვეწევით ამ ხრის საქმიანობას, ქალბატონ თინათი შეგიძლიათ რომ პირდაპირ დაუკავშირდეთ. ასევე ერთი რაც მინდა რომ მშობლებისთვის შემაჯამებელი რეკომენდაციის სახით უთხრა, ეს არის რომ ყველა ბავშვს გახსოვდეთ რომ განვითარების ინდივიდუალური ტემპი აქვს, შესაძლებელია ეს რომელიმე სტრატეგია ზოგი ნაწილი ბავშვებისთვის აღმოჩნდეს ძალიან თეთრი ბიძგის მიმცემი, ხოლო ნაწილი ბავშვებისთვის იყოს რაღაცა გარკვეული დრო დაჭირდეთ, ხო? ამიტომ მოტივაცია არ დაკარგოთ, მუდმივად გააგრძელეთ მუშაობა, იმის მიუხედავად შედეგი რამდენად სწრაფად ან ნელად დგება, ხო? ეს რეკომენდაციები და სტრატეგიები დაეხმარება არამედ კომუნიკაციის სადამეტყველების განვითარებას, არამედ ბავშვის, ასე ვთქვათ, სხვა უნარების განვითარებას, მაგალითად, როგორც არის შემეცნების პროცესი. აქ დავამატებთ თქვენს ნებართვით და მინდა ხაზი გავუსვათ აუცილებლად. მოკლედ ეს მეთოდი გამოიყენება, რადგან მე ხშირად ვსაუბრობდი აი ამ ლაივის განმავლობაში იმაზე, ვთქვათ, როცა ბავშვს დარღვევა აქვს, ან კიდე რაიმე სირთულე, ხო? მეტყველებასთან დაკავშირებით. ეს მეთოდი შეგვიძლია გამოვიყენოთ ასევე ტიპური განვითარების მქონე ბავშვებთანაც ძალიან მარტივად, რადგან ვთქვათ, ბავშვები, რომლებიც ახალად იწყებენ საუბარს, კი ნახეთ, აი რაღაცა 1 წლიდან წელიწად ნახევარად, ან ნებისმიერ დროს, მოკლედ შეგვიძლია ესე ვთქვათ, აბაგებიდან 6 წლამდე, როცა ბავშვი რაღაცა გადის ამ ევოლუციას და რაღაცა განვითარების სტადიაზე იმყოფება, შეგვიძლია შევთავაზოთ ეს სტრატეგიები. ამიტომ არ არის ესე რომ ვთქვათ, რაღაც ისეთი, რომ მხოლოდ გამოვიყენოთ ბავშვებთან, რომელსაც სირთულეები აღანიშნავთ განვითარებასთან დაკავშირებით. ძალიან დიდი მადლობა ესეთი საინტერესო სტრატეგიების გაზიარებისთვის, ძალიან დიდი მადლობა ამ წიგნის შექმნისთვის და მით უმეტეს იმის გათვალისწინებისთვის, რომ ეს ყველა მშობლისთვის გასაგები ყოფილიყოს და რაც თავარია სახლის პირობებში შესაძლებელია ეს ბავშვის მხარდაჭერა სახლის პირობებში არის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც არის ყოველდღიურობის ნაწილი. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო თინათი, დროის დათვალისწინების წიგნის შექმნისთვის და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა, საფა ნახვამდის გემშვიდობებით. ნახვამდის.